რამდენიმე წუთია, რაც ოფიციალურად დაიწყო შეხვედრა ლონდონში, ლანკასტერის სასახლეში. ახლა ვაიმარ პლუსის ქვეყნების წარმომადგენლები იმყოფებიან. იქ ჩავიდნენ საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ელოდებიან უკრაინის საგარეო საქმეთა ministrსაც. ეს შეხვედრა საგარეო საქმეთა ministrების ფორმატში იმართება და წინ უსწრებს დაგეგმილ სამიტს ევროპელი ლიდერებისა. რაც შეეხება დღევანდელი განხილვის მთავარ თემას და საგანს, ბუნებრივია საუბრის დახურულ კარს მიღმა საუბრის მთავარი საგანი შეეხება უკრაინას ცეცხლის შეწყვეტას და იმ პროცესებს, რომელიც ახლა ვითარდება ომში მყოფი ქვეყნის გარშემო. ბუნებრივია, დღეს ლიდერების მიერ გაკეთებულ კომენტარებში ყველაზე მეტი გზავნილი ისმის პუტინის მისამართით. ახლა მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასიც ამბობს, რომ საჭიროა ევროპამ დაინახოს რუსეთის სრული მზაობა იმისთვის, რომ მათ სურთ მშვიდობა. გარდა ამისა, საგულისხმოა ერთი დეტალი, რომლის შესახებაც ამახვილებენ ყურადღებას ევროპელი ლიდერები. ეს არის პუტინის განცხადება, რომ მას სურს მოლაპარაკებები დაიწყოს უკრაინასთან, თუმცა ამ ფონზე გასული ღამე, როდესაც 108 დრონი გადაისროლეს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით. ევროპელ ლიდერებს რჩებათ განცდა, რომ ახლა პუტინი თამაშობს ერთგვარად, ის ამტკიცებს, რომ სურს მშვიდობა და მოლაპარაკებები, თუმცა მეორეს მხრივ, მაშინ, როდესაც პასუხი შეიტყვეს კიევისგან, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი ფაქტობრივად თანახმაა, რომ უთანასწორო პირობების მიუხედავად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან პუტინის პირისპირ. ახლა პუტინმა ახალი თამაში წამოიწყო და ის არღვევს აქტიურად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც აამოქმედა უკვე დღეიდან კიევმა. ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება წნეხი და ზეწოლა რუსეთზე. ამ მხრივ უკვე შემუშავებულია სანქციების ახალი პაკეტი და ვიდრე ეს სანქციების პაკეტი შევა ძალაში, ისინი ახლა ელოდებიან რუსეთის ოფიციალურ პოზიციას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებიდან ამ დრომდე დუმს. We have seen what Putin has said, but ჩვენ ნახეთ, რაც თქვა პუტინმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთელი ღამე უკრაინა ისევ დრონებით იბომბებოდა. ასე მეტი დრონი გადაისროლეს. ნებისმიერი საუბარი მშვიდობაზე უნდა დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტით. ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ რუსეთსაც სურს დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ესაუბროს უკრაინას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე. გვაქვს სანქციების ახალი პაკეტიც შემუშავებული, რომლითაც კიდევ უფრო გავზრდით ზეწოლას რუსეთზე, რომ ომი შეწყვეტოს. ჩვენ გვინდა ვნახოთ, რომ რუსეთს სურს მშვიდობა. ფაქტია, რუსეთი ახლა თამაშობს. მშვიდობა ნიშნავს, რომ ორიდან ორ სურს მშვიდობა და არა იმას, რომ ორიდან ერთი ისევ ომობს. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთს ისევ ომი უნდა. ომი 2 თვის წინაც შეიძლებოდა, რომ დასრულებულიყო, როცა უკრაინა შეთანხმებისთვის მზად იყო. რუსეთი მხოლოდ თამაშობს. ჩვენ უნდა ვაიძულოთ რუსეთი, რომ ეს ომი შეწყვეტოს. ჩვენ ყველას მშვიდობა გვინდა. ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად. ჩვენ გვინდა მშვიდობა და მოლაპარაკებები, რომელიც სიმართლეს უნდა ეფუძნებოდეს. ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა მისი მზაობა, რომ ის არის მზად მოლაპარაკებებისთვის. მას სურს დიპლომატია, მას სურს მშვიდობა და როგორი იყო პუტინის პასუხი. კიდევ უფრო მეტი თავდასხმა უკრაინაზე. მას სურს დროის მოგება, მაშინ როცა ეს პროცესი უფრო მეტ დიპლომატიას უახლოვდება. ჩვენ ახლა გვაქვს ძლიერი ერთიანობა ევროპაში, ამერიკაში ტრამპის ადმინისტრაციას და კიევშიც. ამიტომ ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობის გარანტიები უკრაინისთვის. დღეს ვისაუბრებთ ტრანსატლანტიკური და ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაზე. ვისაუბრებთ ახალ სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ თუ ის განაგრძობს სულას დიპლომატიის წინააღმდეგ. ჩვენ ჩამოვედით აქ ლონდონში იმისთვის, რომ ვისაუბროთ ორი საკითხის შესახებ. პირველი, მხარს უჭერთ მშვიდობას უკრაინაში და მეორე, მხარი დაუჭიროთ უკრაინის ტერიტორიულ დამოუკიდებლობას. ჩვენ ევროპელებს გვინდა მშვიდობა. უკრაინას და პრეზიდენტ ზელენსკის სურს მშვიდობა. ახლა დრო დადგა რუსეთმა და ვლადიმერ პუტინმა დაადასტუროს, რომ მათაც სურთ მშვიდობა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩვენთან ერთად, ვინც მოლაპარაკებების მაგიდასთან ვართ, ძალიან ნათლად განაცხადა, რომ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტა იქნება პირველი ნაბიჯი იმისკენ, რაც ჩვენ გვინდა, რომ შეწყდეს ომი. მზად ვართ გრძელვადიანი მხარდაჭერა გამოუცხადოთ უკრაინას. ახლა მშვიდობის დროა, მაგრამ ასევე დროა გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ ახლა ვლადიმერ პუტინის პასუხს ველოდებით, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
ახლა უკვე საინტერესოა რა შედეგი დასრულდება შეკრება ლანკასტერის სასახლეში ლონდონში ჩასულ ევროპელ ლიდერებს მასპინძლობს დევიდ ლემი, რომელიც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრია. ახლა ყველა ელოდება ასევე ვლადიმერ პუტინის ოფიციალურ პოზიციას და განცხადებას. მას შემდეგ რაც ის ზელენსკიმ ფაქტობრივად კუთხეში მოიმწყდია, როგორც ამას უწოდებენ ანალიტიკოსები, მას ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს კრემლის პროპაგანდა ამ დრომდე დუმს, თუმცა კრემლის პოზიცია და ტაქტიკა არ იცვლება იმის მიუხედავად, რომ უკრაინა მზად არის 30 დღით ცეცხლი შეწყვიტოს და ეს შეთანხმება დღეიდან შევიდა ძალაში, შეიძლება ითქვას, რომ დილიდან უკრაინულ მედიაში აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ქალაქებში არის აფეთქებები და ისმოდა განგაშის ხმებიც, რაც მიანიშნებს იმისკენ, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა მიზეზებს და საბაბს ეძებს იმისთვის, რომ რაიმენაირად თავი აარიდოს თურქეთში ჩასვლას.